მეგობრებო, უცებ იმით დავიწყებ, რომ ამას წინათ ერთი ასეთი კომენტარი შემოხვდა ჩემს ვიდეოზე. უნიჭიერესი ადამიანი, სიმართლის მოყვარე და მებრძოლი. ოღონდ ერთი შენიშვნა, აქ ფრჩხილებში, ავიტან, საშინელი გაცინება აქვს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩემთვის ეს უთქვამთ. მე და მინდიას ჰქონდა ეგ იდეა, რომ გადაცემისთვის საერთოდ ეგ დაგვერქმია. ბექა ყორშიას საშინელი გაცინება. მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ ასეთი რამ. ბექა ყორშიას არაფერი სასაცილო. შეიძლება ახლა გაგიკვირდეთ, რასაც ვიტყვი, მაგრამ მე ხშირად ვუყურებ TV იმედს. კი არ მეხალისება, უბრალოდ ჩემი საქმის ნაწილია დავაკვირდე საითქრის სამთავრობო პროპაგანდის ქარი. კვირის ბოლოს რეიტინგებსაც ვამოწმებ ხოლმე, რომ ვნახო, რას უყურებს ხალხი. ჩემი დაკვირვებით TV იმედის რეიტინგი დგას პირველი სერიალებზე, რომლებსაც ძალიან ძვირად ყიდულობენ, მიუხედავად მათი უკიდურესად მდარე ესთეტიკისა და შინაარსისა და მეორე გასართობ გადაცემებს. როგორც სერიალებს, ისე გასართობ გადაცემებს შუაში აქვთ ჭრები, სადაც შემოდის ქრონიკის ანონსი და წამყვანი მაყურებელს აცნობს, რას ნახავს თუ დაელოდება. იმედზე გადის ერთი ასეთი შოუ, ვინ არის. ეს არის აბსოლუტური აუდიო-ვიზუალური სტრესი. ეს ტერმინი ჩემი მოფიქრებული არ არის. ამერიკელ მწერალს ჰანტერ ტომსონს ეკუთვნის, რითაც ის ახასიათებს ისეთ გასართობ გადაცემებს, რომელთა ერთადერთი მიზანი მაყურებლის შოკში ჩაგდება. შეიძლება ძალიან არ მოსწონდეს, რასაც უყურებს, მაგრამ შოკში ვარდება სანახაობით და სხვა არხზე გადართვის არც თავი აქვს და არც სურვილი. სწორედ ასეთი გასართობი შოუა ვინ არის, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ. მეგა შოუ ვინ არის მე-6 ეპიზოდში ნიღაბი თუთიყუშის პერსონაჟმა მოიხსნა, რომელიც ია სუხიტაშვილს ჰქონდა მორგებული. მაყურებლის წინაშე კი მრავალფეროვანი ნომრებით პანტერას, თუთიყუშის, მედუზას, ფარაონის, კენგურუს, პუპის და მუხლუხოს პერსონაჟები წარდგნენ. შეიძლება ვიღაც გამოვიდეს სპაიდერმენის ფორმით, გადაცემა შუაში გაწყდეს, ქრონიკის ანონსი გავიდეს, ზუსტად არ ვიცი ამ შოუს შემთხვევაში როგორ ხდება. ანონსის მერე კი გავიგოთ, რომ სპაიდერმენის ფორმით მანანა არჩვაძე გამსახურდია მღერო და იავნანას. ჩემი საყვარელი მომენტი მაინც ის იყო, რობოტი მგლის ფორმაში გამოწყობილი მომღერალი, რომ გია მურღულია აღმოჩნდა. სხვათა შორის არსებობს ასეთი ტერმინი, შერცხვენის რიტუალი. სოციოლოგიიდან მოდის, თუმცა ბოლო დროს განსაკუთრებით ამერიკაში კონსპირატორული თეორიების მოყვარულებმა აიტაცეს. ეს ხალხი ამტკიცებს, რომ ილუმინატები, ანუ ჩვენებურად მასონები, ცნობილ ადამიანებს უბრძანებენ, რომ საჯაროდ თავი შეირცხვინონ. მაგალითად, დაჯილდოების ცერემონიაზე აბსურდული კოსტუმით მივიდნენ, ან სულაც ტანსაცმლის გარეშე. მოიქცნენ კამერებთან არაადეკვატურად და ასე შემდეგ. კონსპირაციის მიხედვით ეს არის ამ საიდუმლო ორგანიზაციებში ინიციაციის ერთ-ერთი ეტაპი, სადაც სუპერსტარმა უნდა აჩვენოს, რომ სრულიად ემორჩილება მასონებს, თუ ვინცაა. ხოდა არ ვიცი იქ რა ხდება, მაგრამ ჩვენთან ამ შოუზე უკეთესი ოკულტისტური სცენა Twitch შერცხვენისთვის და ბიძინასადმი მორჩილების გამოსახატავად არ მეგულება. უпростоრად როგორ არ მეგულება? ამაზე უარესი Twitch შერცხვენებიც მახსოვს, მაგალითად ის ვიდეო გავუშვით ლაშანაცვლიშვილი ბიძინაზე. იმუნიტეტის ასამაღლებლად ისე ვიტამინია საჭირო, რომლის ლეგიტიმურობას უკვე კითხვის ქვეშ ვაყენებს, მაგრამ ივანიშვილი ხალხის მსახურების უკანასკნელი სიმბოლოა. სიმბოლოს კი არ ჭირდება არანაირი ლეგიტიმაცია. ის თავისთავად არსებობს, როგორც გმირი. აი ეს კოღო მაინც და მაინც ამას დააჭდა. დისტრაკი. მე მგონი ვერ მოვკალე. ტრაკი. მოკვდა კოღო. მაგრამ მაინც მოდი და შეხედე აი ამ სტუდიას და მე დაიჯერე, რომ ყოველი გადაცემის მერე ვიღაცას მსხვერპლად არ სწირავენ. მოკლედ, როგორც აღვნიშნეთ, ამ გადაცემის ყურებისას და ამის დანახვისას მაყურებელი ვარდება შოკში. გადაცემა სრულდება, გაქვავებული მაყურებელი კი აგრძელებს TV იმედის ყურებას, სადაც წამყვანი ეუბნება, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ და ერთი ადგილი ინტენსიურად ვლოკოთ, თორემ ომი დაიწყება. TV იმედი რუსული სამთავრობო მედიების უხეში კალკია და როგორც რუსული მედიების, ისე მისი რეიტინგიც ერთი შეხედვით იდიოტურ გასართობ გადაცემებზე დგას. ამიტომ ნუ შეხედავთ ასეთ შოუებს, როგორც უბრალოდ გასართობს. მეტი საქმე არ აქვს ბატონ ბიძინას, თქვენს გართობაში ყაროს ფული. აი, კარგად დამასწარი. თუმცა არსებობს პროპაგანდის კიდევ ერთი, შეფარული, მაგრამ უფრო მზაკრული ფორმა. ილუზიის შექმნა,
რომ ყველაფერი კარგადაა და არაფერი ისეთი არ ხდება. ჩვენ ვართ ეხლა თუ და ძალიან კარგად, ეკონომიკა მიდის კარგად და ხალხი არის იმაზე მეტად კმაყოფილი, ვიდრე თქვენ გონიათ. სხვათა შორის ეს ხალხი პირდაპირ ღიად და დაუფარავად ამბობს, რომ რუსი პროპაგანდისტები არიან. პროპაგანდისტი ვარ მე პირადად, ქართული ოცნების პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი. ჩვენ ვართ რუსეთუმები, მე ვარ რუსი, მე სხვა შორის დავწერე პოსტი, რომ როცა რუსს მეძახიან, მე ვერ ხვდები რატო არის ეს ჩვენთვის დამამცირებელი. მოუტყან დედის ტრაკ. I am bitch ისეთი სპეციფიური განათლება აქვს მიღებული, ეს ჩემი ინფორმაციით დაკავშირებული არის რაღაც ტერორისტულ ორგანიზაციებთან. რაუშოს. შემდეგისთვის უფრო დიც მოვიდა. ისე ჩემი საყვარელი ამბავი, რომელიც ამ შემთხვევაში TV-იმეც უკავშირდება, იცით რომელია? ბერას დავალებით ღარიბაშვილი ბავშვებს რომ სემდა, იქ ჩანაწერი 2 დღის გავრცელებული იყო, როცა მაგდა ანიკაშვილმა ბერა მიიწვია თავისთან გადაცემაში და რა თქმა უნდა, საკითხის სიმწავე გაითვალისწინა და ყველაზე რელევანტური კითხვა დაუსვა. უმძიმესი კითხვა დაუსვა. თქვენი ვიდეოები ძალიან პოპულარული იყო TikTok-ზე. თუ არ ვწდები 5 მილიონი გამომწერი ყავთ, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ეს ვიდეოები აღარ ჩნდება და რა არის ამის მიზეზი, ხო ვერ გვეტყვი? მაგარი გარისკა ბერა მაქვს მისვლა. როგორ გინდა ახლა ამ კითხვას პასუხი გასცე? რაც უნდა ვიცოდეთ ისაა, რომ ამგვარი პროპაგანდისტული არხების მთავარი ძრავი სინამდვილეში აპოლიტიკური, ანუ გასართობი ბადეა. ისევ ამას გულისხმობ. ისე მინდია შენ ძალიან კაი ხუმრობა გეწერა ამაზე Facebook-ზე. ვინ არისზე. ანუ ამ გადაცემას ვინ არის კი არ უნდა ერქვას. უნდა ერქვას ეს ვინ ყოფილა. მართლა ხანდახან ისეთ ხალხი მიდის, რომ აი გაოცებისგან ეგ არის პირველი რეაქცია. რაც აღმოგხდება ადამიანს, ეს ვინ ყოფილა. მაგრამ მოდი მეგობრებო, უფრო სერიოზულად შევხედოთ ამ ამბავს. თუთიყუშები, გლები, კენგურუები. იქნებ უბრალოდ ბიზნესპირად ზოოპარკში ვაკანსიები გაჩნდა და ეს მთელი გადაცემა ერთი დიდი კონკურსია, ვის აიყვანს ზებრად, კენგურუდ, მუხლუხოდ და ასე შემდეგ. მოკლედ მე პირადად ძალიან გამიხარდებოდა ყველაფერი კარგად რომ იყოს და თუთიყუში იასუხიტაშვილი აღმოჩნდა ყველაზე რელევანტური ნიუსი იყო. მეგაშოუ ვინ არის მე-6 ეპიზოდში ნიღაბი თუთიყუშის პერსონაჟმა მოიხსნა, რომელიც იასუხიტაშვილს ჰქონდა მორგებული. და სანამ პროპაგანდისტები დაწერენ ბექაყორშია კარგად ყოფნის წინააღმდეგიაო ვიტყვი. არა, არ ვარ. თავადაც ყოფილ ვარ კარგად. ოდესღაც როგორ დათქვა? აი ოდესღაც. გუნდონა. მაგრამ ჩვენ სიტუაციაში მთელი ეს შრიამული, ეს ყალბიმხიარულება, ისტერიას უფრო ემსგავსება. იცით რატო? იმიტომ რომ მარტო იმ დღეს, როცა ეს ქარდი დაიდო, ზურა ჯაფარიძეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დააპატიმრეს. ზიამაღლობელი მოსამართლე სახელაშვილმა პატიმრობაში დატოვა. დაანონსდა გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვა და პატიმრობაში დარჩნენ მასწავლებელი ნინო დათაშვილი და სხვა სინდისის პატიმრები. აქედან ერთ კვირაში კი რეჟიმა სასამართლოების გადაღება აკრძალა და მოსამართლეებს ხელფასები გაუორმაგა. და აი აქ მივდივართ მთავარ თემასთან. რატომ გახდა საჭირო რომ სასამართლოები, რომლებიც სახელმწიფო შტოებიდან ფაქტობრივად ბოლო კუნძული იყო, სადაც დამოუკიდებელ მედიებს უშვებდნენ, ერთ დღეში გადააქციეს შავ ყუთად. ახაკალაძემ აი ასე ირონიულად დააკომენტარა ეს გადაწყვეტილება. ჩვეულებრივ ცირკად აქციეთ ყველა სასამართლოს ლომა და წარმოუდგენელია. მართალია კახი, რა გჭირთ? რა გჭირთო? სხვა შორის ცოტა ხნის წინ მიღებული კანონპროექტით იგრძალება ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ვითარებაში მოსამართლისადმი უპატივცემლობის გამოხატვა, რომელიც უკავშირდება მოსამართლის სტატუსს. ასე რომ რა ცირკი კახა, შენ გინდა თქვა რომ ჩვენი მოსამართლეები კლოუნები არიან? მოვითხოვ შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ ამ პიროვნებით. მანამდე მოდი გადავავლოთ თვალი რა ხდება ამ ცირკში, როგორც კალაძე აღწერს. რა პროგრამით წარდგება ქართველი მაყურებლის წინაშე.
პირველი ნომერი. არენაზე გამოდის პოლიციელი გოგიტა ხარატიშვილი, რომელსაც აქვს ზებუნებრივი ნიჭი. ხედავს იმას, რასაც სხვები ვერა. უყურეთ აი ამ კადრებს. შეგიძლიათ მიმითითოთ, რომელია ბატონი ვალერი? ახალი პირდაპირ დგას. ბატონო? აი დგას პირდაპირ. კარგით, მადლობა. ანუ აქ რა ხდება? ადვოკატი სთხოვს მოწმე პოლიციელს ამოიცნოს სინდისის პატიმარი ვალერი თეთრაშვილი. პოლიციელი თავდაჯერებულად იშვერს ხელს და ამბობს: აი იქ დგას. პირდაპირ მიყურებს. რომელი არის აბა ბრძანები? აი ეგ პირდაპირ მიყურებს. მიღებულია პასუხი. დარბაზში ისტერიული სიცილი ისმის. რატომ? იმიტომ რომ ვალერი თეთრაშვილი იმ დღეს დარბაზში საერთოდ არ იმყოფება. პოლიციელი როგორც ჩანს ბრალდებულის ასტრალურ პროექციას ხედავს. ან თემიდა საჩრდილს ესაუბრება. მოკლედ ამ შემთხვევაში ნომერში პარტიული ინტერესი ობიექტურ რეალობას ცვლის. მეორე ნომერი. მენტალური თამაშები. გიორგი ახობაძის საქმის განხილვისას გამომძიებელი გრიგოლ კაჭკაჭიშვილი დემონსტრაციულად ითხოვს სკამს, გადაწვება და ისე ელაპარაკება ახობაძეს. არა მეგობრებო, ეს არ არის უბრალოდ დაღლილობა. ეს არის ძალაუფლების დემონსტრირება. ეს არის მესიჯი გიორგი ახობაძისთვის. შენ იქ შუშის კაბინაში ხარ, მე კი აქ კომფორტულად და მე ვწყვეტ, როგორ წარიმართება ეს პროცესი. და ამ კომფორტული პოზიციიდან ის წარმოთქვამს ფრაზას, რომელიც ამ სისტემის კრედოა. ბევრი რამე შეგვიძლია, წამებად შეგვიძლია ადამიანის მოკლაც, მაგრამ ხომ არ ვაკეთებთ. წამებად შეგვიძლია, ადამიანის მოკლაც შეგვიძლია, მაგრამ ამას ხო არ ვაკეთებთ. და როცა ფსიქოლოგიური თამაშები არ კმარა, პროგრამაში ერთვება აკრობატიკა და ილუზიები. მაგალითად, სპეცრაზმელი შმაგი ჯაჭვაძე, რომელიც დარბაზში პირბადით შემოდის, რადგან გაციებულია. თან ამ ყველაფერთან ერთად კამერებს რომ თავი აარიდოს, უკუსვლით დადის. ხო ყველასთვისაა ცნობილი, რომ ვირუსები წინიდან გიტევენ. უკუსვლით როცა დადიხარ, იბნევიან. სპეცრაზმელების პირველ კურსზე გასწავლიან ასეთ ტექნიკას, უკუსლას. და ჩვენი ცირკის პროგრამის ფინალი, ქუდიდან ადვოკატების ამოძრობა. სიტუაცია ასეთია, დარბაზში ყავს 11 სინდისის პატიმარი. ყველას ყავს თავისი აყვანილი ადვოკატი. ზოგს 2, ზოგს 3. მაგრამ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი უყურებს ამ სურათს და ფიქრობს, ეს საკმარისი არ არის. მათ სჭირდებათ მეტი ადვოკატი. ადვოკატები, რომლებიც არ უნდათ. საქმე ისაა, რომ ადვოკატი რეზო აჭარაძე, რომელიც ირაკლი ქერაშვილის ინტერესებს იცავს, თვეებით ადრე აფრთხილებდა მოსამართლეს, რომ ვერ დაესწრებოდა კონკრეტულ დღეებში პროცესს და სთხოვდა გადადებას. არა მხოლოდ ამ დღეებში ნიშნავს სასამართლო პროცესს ეს გალუსტაშვილი, არამედ ყველას ნების საწინააღმდეგოდ ნიშნავს სახაზინო ადვოკატებს. და აქ უცებ დარბაზში სრული ერთსულოვნება ისადგურებს. სინდისის პატიმრები ამბობენ, არ გვინდა. მათი კერძო ადვოკატები ამბობენ, არ არის საჭირო. თავად დანიშნული სახაზინო ადვოკატებიც კი დგებიან და ამბობენ, ჩვენ აქ არ უნდა ვიყოთ. მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ყავს ადვოკატი, რომელსაც ნდობას უცხადებს. ჩვენ ვერ ვიქნებით ამ შემთხვევაში. ყველა წინააღმდეგია გარდა ერთადერთი ადამიანისა, თავად მოსამართლის. მოკლედ მიწევს კალაძესთან დათანხმება. ეს ნამდვილად ცირკია, უნიჭო, უსინდისო და გროტესკული. და ამაზე სიცილიც შეგვეძლებოდა ასეთი ტრაგიკული რომ არ იყოს, რადგან ეს ცირკი მხოლოდ ფარდაა და ამ ფარდის უკან იმალება ბევრად უფრო ბნელი და მძიმე რეალობა, გააზრებული სისტემური სისასტიკე. აქვე შიგადაშიგ გავიხსენებთ ნაწყვეტებს ბიძინა ივანიშვილის 10 წლის წინანდელი ინტერვიუდან. თუ არ იქნება დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, რა თქმა უნდა, სხვა ყველაფერზე საუბარი იქნება ზედმეტი და გადაჭარბებული. ვერც ერთი სერიალი, ვერც ერთი დრამა და ვერც ერთი თავშესაქცევი ვერ ჩაანაცვლებს იმას, რა მნიშვნელობასაც ატარებს თუნდაც ირაკლი ქერაშვილის თხოვნა ემიგრანტ დედასთან დაკავშირებით. ის იტალიიდან სპეციალურად შვილის, ექიმ ირაკლი ქერაშვილის სანახავად ჩამოვიდა. მისი ერთადერთი თხოვნაა დახურულს ხდომაზე შეუშვან, რადგან იმ ღამეს უკან მიფრინავს. პროკურორიც კი თანახმაა, მაგრამ მოსამართლე უარს ამბობს. რატომ? იმიტომ რომ შეუძლია. ეს არ არის პროცედურა. ეს არის ძალაუფლების დემონსტრირება. ეს არის მიზანმიმართული, გააზრებული აქტი, რომლითაც ადამიანს ტკივილს აყენებ. ჩვენ გვაქვს ესეთი ფაქიზი დამოკიდებულება, რომ სასამართლო უნდა იყოს ხელშეუხებელი ყოველგვარი ზეწოლის გარეშე და ყველა მოსამართლეს უნდა კონდეს საშუალება მიიღოს დამოუკიდებელი და თავის სინდისთან არსებული გადაწყვეტილება.
სისასტიკის პიკი დგება მაშინ, როცა სისტემა ბარიერად იქცევა შვილსა და გარდაცვლილი მშობლის დაკრძალვას შორის. როცა ონისე ცხადაძე და გურამ მირცხულავა კარგავენ მამებს და გურამ მირცხულავას მამის დაკრძალვაზე არ უშვებენ, რადგან მისი მამის გარდაცვალება უქმე დღეებს დაემთხვა და სისტემამ ვერ მოახერხა ბადრაგირების ორგანიზება. სისტემას, რომელსაც საათებში შეუძლია ათასობით სპეცრაზმელის მობილიზება, არ აღმოაჩნდა რესურსი, რომ შვილის მამასთან გამომშვიდობების საშუალება მისცეს. მაგრამ არსებობს მესამე, ყველაზე ღრმა და მთავარი მიზეზი, რის გამოც კამერები ჩაქრა. ეს არის კონტრასტის შიში. მათ ყველაზე მეტად ეშინიათ, რომ თქვენ, მათ შორის თუნდაც ოცნების მხარდამჭერები, ერთ კადრში დაინახავთ ორ მხარეს, ერთ მხარეს ამ პატიმრების ღირსებას, ექიმების, მსახიობების, სტუდენტების, რომლებმაც მიუხედავად ყველაფრისა შეინარჩუნეს სახე, საღი აზრი და სიმშვიდე, მეორე მხარეს კი მათ მბრალდებლებს, დაბნეულ ტელეფონებში ჩამძვრალ ცრუ მოწმეებს, რომლებიც ერთსა და იმავე დაზეპირებულ ტექსტებს იმეორებენ. პროკურორებს, რომლებიც ვერ მალავენ გაღიზიანებას და მოსამართლეებს, რომლებიც თვალს არიდებენ კამერას. შეუძლებელია ერთდროულად აჩვენო გმირი და ბოროტმოქმედი და ელოდო, რომ მაყურებელი ბოროტმოქმედის მხარეს დაიჭერს. ეს ამბის თხრობის უმარტივესი კანონია, ამიტომ მათ გადაწყვიტეს უბრალოდ გააუქმონ პროცესების გადაღება. და ამ ყველაფრის მაგივრად, რასაც ზემოთ მოვყევით, ჩვენი გონებისა და ემოციების გადატვირთვა ევალება რობო მგელ გიამურღულიას. ისე ამ კოსტიუმს მარტო ვაზელინის ქილაში გამოწყობილი შალვა რამიშვილი თუ დაჩრდილავს. სხვათა შორის, აქვე ვიტყვი, რომ BMG-ის ინფორმაციით 2024 წელს საქართველომ რუსეთისგან 450 ტონა ვაზელინი იყიდა და 450-ვე ტონა შეისყიდეს ქოცების პროპაგანდისტებმა, რადგან მოგეხსენებათ, ვაზელინით უფრო მარტივად შეუძლიათ შესრიალდნენ იქ, სადაც მათი ბუნებრივი განსახლების არეალია. იმუნიტეტის სასამაღლებლად ისე ვიტამინია საჭირო, რომლის ლეგიტიმურობას უკვე კითხვის ქვეშ ვაყენებს, მაგრამ ივანიშვილი ხალხის მსახურების უკანასკნელი სიმბოლოა. სიმბოლოს კი არ ჭირდება არანაირი ლეგიტიმაცია. ის თავისთავად არსებობს, როგორც გმირი. მოკლედ, ნამდვილი ვინ არის, ყველაზე კარგად და ცხადად ჩანს მხოლოდ სასამართლო პროცესებზე. ვინ არის, ჩანს ანდრო ჭიჭინაძის სიტყვაში თუ მათე დევიძის წერილებში. ამიტომაც ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ რაც გინდა მოხდეს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ამ ადამიანების ხმა მუდამ ისმოდეს. განსაკუთრებით, როცა ხელისუფლება მათ ჩახშობას ცდილობს. ამასთანავე, ოცნებას სურს შექმნას ილუზია, რომ ყველაფერი ნორმალურადაა. ამისთვის კი ჩვენ, საზოგადოება, უნდა დაგვარწმუნონ, რომ ის, რაც სასამართლოებსა და ციხეებში ხდება, ჩვენ არ გვეხება. რომ ეს არის რაღაც პარალელური რეალობა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობასთან კავშირში არ არის. ამის ყველაზე გროტესკული სიმბოლო კი ერთ-ერთი მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილია, რომელიც ამ პოლიტიკურ საქმეებს იხილავს. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა მისი YouTube არხის სკრინი. არხზე დევს ერთადერთი ვიდეო, სადაც ის ზის აუდიტორიაში და უსმენს კომპოზიციას ფილმიდან შინდლერის სია. მეტიც, კადრს უკან ისმის სპეციფიკური ხმა, რომელიც გაფიქრებინებს, რომ ნინო გალუსტაშვილს ან ემოციებმა მოუარა, ან სურდო აქვს. არ ვარ დარწმუნებული საკონცენტრაციო ბანაკების მსხვერპლს დასტიროდა ნინო გალუსტაშვილი თუ პირიქით, რაიხის მიმართ ნოსტალგიამ ააცრემლიანა. მაგრამ რა კი ისტორიული ფილმების ასეთი მოყვარულია, ერთ სხვა ფილმსაც ურჩევდი. 2 წლის წინ გამოსულ ინტერესის ზონას, ასე ქვია ამ ფილმს. ფილმი მოგვითხრობს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის რუდოლფ ჰოსის და მისი ოჯახის შესახებ. ისინი ცხოვრობენ იდილიურ ლამაზ სახლში, ულამაზესი ბაღით, საცურაო აუზით, მაგრამ მათი სახლის ბაღის კედელი ოსვენციმის ბანაკის კედელია. და მთელი ფილმის განმავლობაში ამ იდილიის ფონზე ჩვენ გამუდმებით გვესმის ის, რაც კედლის მიღმა ხდება. კრემატორიუმის ღუმელების გუგუნი და დახვრეტის ხმები.
მაგრამ ოჯახი ამას არ იმჩნევს. ისინი ზრდიან ყვავილებს, ბანაობენ აუზში, აღნიშნავენ დაბადების დღეებს. ისინი შეგნებულად ცხოვრობენ კომფორტის ამ პატარა ბუშტში და თავს იკატუნებენ თითქოს გვერდით არაფერი ხდება. და აი ეს არის რეჟიმის ჩანაფიქრის იდეალური მეტაფორა. მათ უნდათ რომ ჩვენ საზოგადოება ვიყოთ კედელს აქეთ. მათ უნდათ რომ ვიცხოვროთ ჩვენს პირად ინტერესის ზონაში. გვაწვდიან გაუთავებელ კარნავალს, თუთიყუშის კოსტუმში გამოწყობილ მსახიობებს, ფიტნეს ჩელენჯებს, უაზრო პოლიტიკურ თოქ-შოუებს. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ ამ ფონურ ხმაურს შევეჩვიოთ იმ ყვირილს, რომელიც სასამართლო დარბაზებიდან ისმის. შევეჩვიოთ იმას, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი მეგობრები, უდანაშაულო ადამიანები ციხეში სხედან. უნდათ რომ დავივიწყოთ პოლიტპატიმრები და საკუთარი პატარა ბაღების მოვლით დავკავდეთ. ეს იქნებოდა მათთვის იდეალური სცენარი, მაგრამ აი პარადოქსი. თუ შენ მართლა წახვალ ამაზე, თუ მართლა აიშენებ ამ კედელს შენსა და რეალობას შორის და გადაწყვეტ რომ ეს ყველაფერი შენ არ გეხება, ერთ დღეს აღმოაჩენ რომ შენ იზოლირდი არა პოლიტპატიმრებისგან, არამედ საქართველოსგან. იმიტომ რომ დღეს საქართველოს ნამდვილი ცოცხალი ისტორია არ იწერება პარლამენტის ხდომათა დარბაზში, ან მთავრობის მიერ დაფინანსებულ კონცერტებზე. ის იწერება სწორედ იმ ციხის საკნებში და სასამართლო დარბაზებში, იქ სადაც ადამიანები თავისუფლებისთვის იბრძვიან და მაშინ აღმოაჩენ რომ სინამდვილეში შენ თვითონ ხარ გამოკეტილი საკუთარი ქვეყნის ისტორიისგან, იზოლირებული იმ ყალბ, კომფორტულ საკანში, რომელიც თავადვე აიშენე. მოკლედ ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო, გისურვებთ თავისუფლებას. ხოლო რაც შეეხება სამთავრობო პროპაგანდისტებს, მათ იციან, რაც ელოდებათ. იმდენი რომ ჩაგვიდები ავი, რაზეც არ დავსჯილავთ. მე ეჭვი მაქვს რომ დედა მოგვეტყნება მაგის საბოლოოდ იმდენი რამ ჩაგვიდენი ავი, რაზეც არ დავსჯილავთ. ამ ეტაპზე არ დავსჯილავთ. ჯერჯერობით. ჯერჯერობით.